ანდრია მოციქული იყო ის პირველი, ვინც საქართველოში ქრისტიანობას ჩაუყარა საფუძველი. მას შემდეგ, რაც მან იღვაწა დასავლეთ საქართველოში, რკინის ჯვრის უღელტეხილით გადმოვიდა სამცხეში, სოფელ ზადენში, ეს არის დღევანდელი სოფელი ბენარა. ზადენი იყო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი წარმართული პერიოდის ღვთაება ქართველთათვის. მარიამ ღვთისმშობლის ხატის შეწევნითა და ლოცვით ანდრია მოციქულმა ეს კერპი დაამხო. ამის შემდეგ ანდრია პირველწოდებული მობრძანდა სოსანგეთში, ასე ერქვა მაშინ სოფელ აწყურს, ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჰავართან, რომელსაც სამძივარი ერქვა, ეს იყო ქვრივი ქალი, რომელსაც ვაჟი გარდაცვლილი ჰყავდა სწორედ იმ დროს და უმძიმესი დღეები ჰქონდა. მასთან შეთანხმებით შეასვენეს მარიამ ღვთისმშობლის ხატი წარმართულ ტაძარში, აპოლონისა და არტემიდეს ტაძარში, დატოვეს ღრამით და დილით ტაძარი იყო მთლიანად განადგურებული, ხოლო ხატი იყო ხელუხლებად შემორჩენილი. ამის შემდეგ ისევ მარიამ ღვთისმშობლის ხატის შეწევითა და ანდრია მოციქულის ლოცვით კვდრეთით აღადგინეს ეს ყმაწვილი და ეს იყო სწორედ ის გარდამტეხი მომენტი, რომლის წყალობითაც აწყურის მოსახლეობამ და სამცხის მოსახლეობამ პირველ საუკუნეში უკვე ქრისტიანობა იწამა როგორც ჭეშმარიტი რელიგია.